მინდა დავიწყო პირველ რიგში თქო უნდა სამძიმრით და მინდა მთელს ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას, ყველა მართლმადიდებელს მიუსამძიმროს დიდი დანაკლისი, რომელიც ჰქონდა ამ დღეებში. რაც შეეხება თამაშს, სიმართლე გითხრათ, უფრო მეც ველოდი. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენთვის არ ახალია, საერთო ჯამში მეც ველოდი, უბრალოდ პირველი ტაიმიდან გამომდინარე, დაგეგმილი რაც იყო ის ყველაფერი რეალურად სრულდებოდა, უბრალოდ ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა დამამთავრებელ ფაზაში და პლუს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა მეტოქის კონჩეტირების გაჩერებაზე. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ კონკრეტულად იმაზე, რომ სწრაფი შეტევა არ მიგვიღო. ლატვიის ნაკრებს რეალურად ახალი არაფერი შემოუთავაზებია, ეს აქცენტირებული გუნდია, ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი გუნდია და პლუს ძალიან დისციპლინირებული გუნდია. ალბათ თქვენც დააკვირდებოდით, რომ თითქმის ყველა გადმოსვლა კარში თარგმნით დაგვიმთავრეს. პლუს ისიც ვიცოდით, რომ სივრცეები ნაკლები გვექნებოდა. იყო მომენტები, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ სივრცის ნაკლებობა ჰქონდა, რამოდენიმე რეალური საგვარი მომენტი ჰქონდა და ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტების ერთის რეალიზების შემთხვევაში რაც აბსოლუტურად სხვა შინაარსის თამაში მივიდოდით, თუმცა თავიდანვე აღნიშნე, რომ გვიჭერს ძალიან დამოუკიდებელ ფაზაში. მეორე ტაიმს უკვე რაც შეეხება უკაცნაკლებები ვიყავით და აქაც მიუხედავად იმისა, რომ უკაცნაკლებები ვიყავით, ვფიქრობ, რომ თამაში მაინც ჩვენ სცენარით მიდოდა, თუმცა მივიღეთ გოლი იქედან, საიდანაც ყველაზე დიდი საფრთხე იყო და საიდანაც ყველაზე მეტს ვემზადებოდით და სწორედ აი ეს მომენტია ჩემი გუნდის თამაშის, სადაც მოყოფილი ვარ, რომ დიდი აქცენტი კეთდება უკვე ვარჯიშებზე, იგივე თეორიებზე, რომ მეტოქის პლუსები დაიფაროს, მაინდა იქედან მივიღეთ გოლი, ამიტომ ამ მხრივ სამუშაო ფერი გვაქვს და ლაპარაკიც მექნება ჩემს ფეხბურთელთან. სხვა მხრივ უნდა აღნიშნო აუცილებლად, რომ დებიუტანტები ყავდა გუნდში, პატარები, დებიუტანტი სამი ფეხბურთელი იყო დღეს მოედანზე, პლუს ამას კიდევ არიან ფეხბურთელები, ვისაც შემდეგ წლებში უწევთ თამაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ეს ფეხბურთელები არიან რეალურად ის ფეხბურთელები, ვისაც უკვე მოვიაზრებთ შემდეგ წლებში, რომ ისინი იქნებიან ნაკრების ძირითადი ფირთვი, ეს ტენდენცია გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე და ეს რეალობა დღეს არ დამდგარა, ეს რეალობა კარგად ნოემბერში, შანსი ნაკლებია. კიდევ ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე წასვლის დღევანდელი შედეგის შემდეგ თითქმის აღარ გვაქვს, თუმცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს და უძველესად ნაკრებს აქვს კიდევ ერთი დანიშნულება, არანაკლები იმაზე. რატომ მდგომარეობა შედეგობაში ამ შემთხვევაში ეს არის იმ ფეხბურთელების წარმოწევა, იმ ფეხბურთელების აღმოჩენა და იმ საერთო სიის, რომელიც არის ჩვენთან ფეხბურთის ფედერაციაში, მიხედვით, რომ ვინ უფრო ახლოს არის საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, ვის რა პოტენციალი გააჩნია და სწორედ მომავალში გაგრძელდება ეს ტენდენცია და იმ ფეხბურთელებს მიეცემათ უფრო მეტი შანსი, ვისაც უკვე შემდეგ წელს უწევს თამაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს შედარებით იმას აკის ფეხბურთელებს ეხლა უწევთ თამაში, ძირითადი ბირთვი რა თქმა უნდა არსებობს, ისინი არ შეიცვლება და ასე უნდა თქვა კიდევ ერთი რაღაცა, რომ ეს ფეხბურთელები მიუხედავად თავის ასაკისა, ვინც აქ იყო იმსახურებდა ყოფნას თავის თამაშებიდან გამომდინარე, საქართველოს უმაღლესი ლიგით იქნებოდა ეს თუ ლეგიონერები და ეს ფეხბურთელები აქცენტები კეთდება მომავალზე, თუმცა მათ თვითონ დაიმსახურებდა მოხვედრა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას თუ კლუბებში როგორ ეთამაშებენ. ძალიან ბევრი მომენტი ქონა პირველ რიგში და ვერ გამოვიყენეთ. რთული თამაში იყო, ვიცოდით რომ გუნდი ჩაგვიждდებოდა და უნდა გვეთამაშა იმის ხარჯზე რომ გაგურვია ის სივრცეები. მაგრამ უცადეთ ჩემი აზრით გამოგვივიდა, მაგრამ აი ეს ბოლო ფაზაში უკვე დაგვაკლდა აი ეს შესრულება, რასაც ქვია. მომდევნო თამაშზე გავარჩევთ ახლა ამ თამაშს და უფრო დავხვეწავთ ამ ყველაფერს და ვესწრებით, რომ უკვე ეს მომენტები რაც ქონა გამოვიყენოთ უფრო კარგად. დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ ამ თამაშიდან ჩვენ მეც ვიმსახურებდით, იმიტომ რომ ჩემი პირადი გადმოსახედიდან არც იყო ეს წითელი ბარათი, მაგრამ თითოეულ ჩემ თანაგუნდელს მინდა მადლობა გადაუხადო დღევანდელი თამაშისთვის, რადგან ბოლომდე დაიხარჯეს ყველაფერი გააკეთეს ქვეყნისთვის და ვფიქრობ არავინ არ ჩაეხა, რა თქმა უნდა ყველას გვინდოდა გამარჯვება. მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც უკმაყოფილო შედეგი არ დავდით, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ და მაინც გადავარჩინეთ თამაში. მაყურებელს და ქომაგებს მადლობა მინდა გადაუხადოთ, იმიტომ რომ მე რამდენი თამაშია უკვე და მე რამდენი წელია ჩვენს გვერდით არიან, ყოველთვის ზურგს გვიმაგრებენ და მომავალშიც მათი იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა და ჩვენც ვეცდებით მაქსიმალურად რომ მათი იმედები გავამართლოთ.